რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს რუსთაველის გამზირს ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. რუსთაველზე აქციის მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან. როგორ აფასებენ მიტინგს დამკვირვებლები და რა განცხადებებს აკეთებენ აქციის მონაწილეები. პირდაპირ ეთერში საუბარს გიორგი მანჯავიძე განაგრძობს. ასე აქცია როგორც ხედავ აი დამთავრდა უკვე ხალხსაც შეეხება აქციაზე მოსულ ხალხს ჩვენ გავისაუბრეთ, მათ დიდი ნაწილი მათ განაცხადეს რომ ისინი რაიონებიდან ჩამოვიდნენ, როგორც ისინი ამბობენ, მათთვის არავის უთქვამს და არავის არ დაუძალებია რომ ჩამოსულიყვნენ აქციაზე და უმეტესი მათგანი აცხადებს რომ ისინი თავისი ხარჯებით არიან ჩამოსულები აქ ნაციონალური მოძრაობის ხარჯასაჭერად. უარსვეულები რუსეთის იმპერიას, უარსვეულები რომელიც რუსეთის ოკუპაციის გამართლებასთან იქნება დაახლოებული. ჩემი ნებით, ჩემი სახსრებით, ჩემი ნებით, მე ჩემი პოზიცია უნდა დამეფიქსირებია დღეს აქ. ხარდამჭერების აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მოვიდნენ პროტესტის გამოსახატად, უმეტესმა მათგანმა განაცხადა, რომ აქ არც ერთ სიტყვით გამოსვლას არ აქვს მორალური უფლება იმისა, რომ ქართულ ხალხს მიმართოს, მათ გაიხსენეს 26 მაისი, 7 ნოემბერი და ბევრი სხვა დღეები, როდესაც სხვადასხვა საპროტესტო აქციის მომიტინგებთან მონაწილეთა დაშლა მოხდა მაშინ ხელისუფლების პირდაპირ. დამირბიეს ოფისი გამიტაცეს შვილები 26 მაისს ცემეს სასიკვდილოდ მიმეტებდნენ შეკითხვა მაქვს მერაბიშვილთან მაშინ თვითონ როცა იყო ხელისუფლებაში რატომ გვარბევდა არასამთავრობო სექტორს რატო გვებრძოდა რატომ არ გვაძლევდა მუშაობის საშუალებას გადავეცი საპროტესტო წერილი და ვტოვებ ამ ტერიტორიას ვინაიდან არმი და შემდეგ რაღაც პროვოკატორის ის გამოვიდეს რომ პროვოკაცია მოვაწყო მაგრამ ვაპროტესტებ აი აქ ვინც დგანან ეხლა და გაიძახიან მანქანებს არ უშვებენო ჩვენ რა გვარბევდნენ და კოლონები რო იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წამოსული და დუბიკები რო უმასპინძლებდებოდნენ ნატახტარის ტექთან ის დაავიწყდათ
აქციას ასევე ესწრებოდნენ მონიტორინგის ჯგუფის წევრებიც, 20 არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე ათეული დამკვირვებელი აკურდებოდა აქციას და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარი თუ როგორ ჩაიარა იყო თუ არა რაიმე დარღვევები სამართალდამცველებისგან. და აღნიშნო რომ და გამოვკეთო რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მართლაც პრეცედენტოზომები იქნა გატარებული, რათა აქციის თვითონ მონაწილეს უსაფრთხოდ მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში და ჯერჯერობით ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებ, რომ აქცია მართლა მშვიდობიანად დასრულდება. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული ყავდა საბატონო პოლიცია, რუსთაველის გამზირის ძირე ნაწილი გადაკეტილი იყო პარლამენტის შენობიდან თბილისის მერიის შენობამდე და ეს ნაწილი ბოლომდე არ იყო სავსე აქციის მონაწილეები და ამ მიმდინარე აქციას არც ერთი ექსცესი არ დასრულებულა. მადლობა, ეს გიორგი მანჯავიძე იყო, შეგახსენებთ რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია ამ დროისთვის დასრულდა. 4 საათისთვის მივიდნენ აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მათ შორის სერგო რატიანი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ ციკლაური, გოგა ხაჭიძე, დავით დარჩიაშვილი, პაპუნა დავითაია და თენგიზ გუნავა. მათი განცხადებით დღევანდელი აქცია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს მოსახლეობას, უნდა დაეჭირა ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა გამოეხატა. აქციაზე მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მივიდა. მიზანი არის მთავარი და უპირველესი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ამოსაკვეთად ჩვენი მხარდამჭერების მოსვლა და დაფიქსირება საკუთარი შეხედულებების. რაც არ უნდა ილაპარაკოს ახალმა ხელისუფლებამ, ეს არის ღია-კარის მწვევა, არის შემაშფოთებელი ნიშნა. დღევანდელი აქციის მიზანი არის ის, რომ დავანახოთ ხელისუფლებას, დავანახოთ იმ ადამიანებს, ვისაც გონიათ, რომ ჩვენ ცოტანი ვართ და ცოტაა ეს ადამიანი, ვისაც არ აღელვებს საქართველოს წინსვლა და განვითარება. სამწუხაროდ დღეს საქართველო გაყინულია და ამ გაყინულობას ბევრი ადამიანი ცნობს და ამ გაყინულობის საწინააღმდეგო აქცია ზუსტად დღეს. ძალიან ბევრი პოლიციელია, რაც კარგი ეხედავთ ალბათ და აქცია ჩაივლის ძალიან მშვიდად კანონიერების ფარგლებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ გზას, რომელიც გონდა არჩეული და გვაგდა გვექნება სოხლის ბოლომდე, ეს არის გზა ევროპისკენ, გზა ნატოსკენ, იმიტომ რომ ჩვენი მომავლისთვის ეგ არის აუცილებელი. ჩვენი მომავალი თაობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს ისეთ გარემოში, რომელსაც ქვია ევროპა, ღირებულებები და ქვეყნის ინტერესების დაცვა. შეგახსენებთ რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია 4 საათზე დაიწყო. თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს სიტყვით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მიმართეს. აქციაზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე ვცლად ჩემი კოლეგა თამარ გოგესაშვილი ისაუბრებს. მე მოვედი პოლიტიკაში, იმიტომ რომ თქვენ მომიყვანეთ, მე მოვედი პოლიტიკაში, იმიტომ რომ მიყვარხართ, მე მოვედი პოლიტიკაში, იმიტომ რომ თქვენთან ყოფნა მინდა. ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს, მან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო კურსი არის ევროპული და საქართველოს არჩევანი არის ევროპული, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი დღევანდელი აქციისა. მე მოვედი პოლიტიკაში, იმიტომ რომ მიყვარხართ თქვენ, იმიტომ რომ მინდა თქვენთან ყოფნა, იმიტომ რომ თქვენ მომიყვანეთ, იმიტომ რომ თქვენთან ერთად ვიქნებით, თქვენთან ერთად ვიბრძოლეთ, თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ და თქვენთვის მოვწევით სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრებ მხოლოდ თქვენთვის. საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც არ იყიდება, ვისაც უყვარს საქართველო, ჩვენ არ ვიყიდებით, ჩვენ საქართველო არ გაგვიყიდავს, ჩვენ ჩვენი ბრძოლაზე ხელი არ ჩამოგვიშლია.
პრეზიდენტის გამოსვლამდე აქციის მონაწილეებს მიმართეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებები გაკეთა თავად ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ანუ მერაბიშვილის მიერ მან აღნიშნა რომ მათ პოლიტიკურ გუნდს აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის აღმშენებლობის და სწორედ ამიტომ ისინი ამბობენ რომ უნდა მიეცეთ კიდევ ერთი შანსი რადგან ვერ მოახერხეს და ვერ მოასწრეს ბევრი რამის გაკეთება. მოგესალმებით ყველას. არ არსებობს ორი საქართველო. საქართველო არის ერთი და ჩვენს და მათაც უნდა ემსახურონ იმ საქართველოს, რომელიც მიდის ევროპისკენ. ბევრი რამე ვერ მოვასწარით. და მე ამ 6 თვის თავზე, ჩვენი დამარცხების 6 თავზე, ბევრი ვიფიქრე, ბევრ ადამიანს შევხვდი, ბევრი რეგიონი მოვიარეთ და მივხვდი, რომ თავარი რაც ვერ მოვასწარით. ეს არის ის, რომ თითოეულ ოჯახში ვერ შევიტანეთ ის რასაც ვაკეთებდით წლების განმავლობაში. ჩვენ შევქმნით ერთი დიდი რამ, ახალი სახელმწიფო. მაგრამ სამწუხაროდ ეს სახელმწიფო ბევრი ქართველის და საქართველოს მოქალაქის ოჯახში ვერ შევიდა. იყო მოლოდინი რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა დაასახელებდა საპრეზიდენტო კანდიდატს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით თუმცა დღევანდელ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი არ დასახელებულა და არც წინასაარჩევნო კამპანია გამოცხადებულა ოფიციალურად როგორც ეს მოსალოდნელი იყო აქცია ამ დროისთვის უკვე იშლება. მადლობა თამარ გოგისაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელის ყოფილი გენერალური დირექტორიც. გია ჭატურიას განცხადებით ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ კურსს და მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით ყველაზე ქმედუნარიან ნაბიჯებს ნაციონალური მოძრაობა დგავს. თქვენ მოგმართავთ. ძალიან ბევრი მიტინგი და მოსვლის მიზანი არის იგივე რაც იყო 88-ში, 9-ში, 10-ში და ასე შემდეგ. რომ საქართველოს დააღწიოს თავი როგორც ერთხელ სამუდამოდ რუსეთის იმპერიას პირდაპირ თუ ირებად და მის გავლენას. მე ყოველთვის ხართ უჭერდი საქართველოს დასავლურ განვითარების კურსს, როგორც ამ ბოლო პერიოდში უკვე ევროკავშირი და ნატოს სახით და ეს არის ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოთხოვნა. არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ იმ პარტიის მხარდამჭერი ვიქნები ყოველთვის, რომელიც საქართველოს შეიყვანს ევროკავშირში და ნატოში.